22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ახალგაზრდა კაცს, რომელიც საშაურმეში მუშაობდა 17 თებერვალს თავის დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. ის ცემის შედეგად ასევე მწვანილი საჭრელი დანით მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი პაპაშვილის სახლში იპოვეს. ის აპრილის დასაწყისში პაპაშვილი რუსეთში დააკავეს საერთაშორისო ძებნის შემდეგ. საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული 4-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. თუმცა ბახუტაშვილი ესწრება პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში და დეტალებს იქიდან მოგვიყვება. დიახ, სოფო, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი პროცესი გაიმართა, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყეს. თავდაპირველად მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ წარმოდგენილი 3 ბრალდებულის პოზიცია მოისმინა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით. ბრალდებულთაგან 2-მა დანაშაული აღიარა, ხოლო 1-მა დუმილის უფლება გამოიყენა. ამის შემდგომ სახელმწიფო ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარადგინა, სადაც დეტალურად აღწერა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის დეტალები და ბრალდებულთა წვლილი ამ დანაშაულის დამალვაში. შემდგომ კი დაცვის მხარემ მოსამართლეს თხოვა, რომ პროცესი გადაედო, რათა შეთანხმებულიყვნენ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უდავოობაზე და ამის შემდგომ წარადგენენ ისინი თავიანთ შესავალ სიტყვას შემდგომ პროცესზე. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი მკვლელობაში ედება, დაკავებული არის რუსეთში. 2-მა ბრალდებულმა, გიორგი პაპაშვილმა და ბაირამ ალი ჰუსეინოვმა, საზღვარი მკვლელობის ჩადენიდან მალევე დატოვეს. ისინი თურქეთში წავიდნენ, ხოლო შემდგომ გიორგი პაპიაშვილი რუსეთში აღმოჩნდა, სადაც დააკავეს. კიდეც სახელმწიფო ბრალდების განცხადებით ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბიუროკრატიული ნაწილი მოგვარებული არის და ახლა ელოდებიან რუსული მხარის პოზიციას, მოხდება თუ არა ბრალდებული პაპიაშვილის ექსტრადირება საქართველოში. რაც შეეხება ბაირამოვას, ის ამ დრომდე მისი კვალი არის დაუდგენელი და სახელმწიფო ბრალდება მიუხედავად ამისა მას მაინც ეძებს ინტერპოლით. დღეს 4-ის ნახევარზე კიდევ ერთი პროცესი უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში და სწორედ ბაირამოვი იქნება ის პირი, რომელსაც დიდი ალბათობით სახელმწიფო ბრალდება დაუსწრებლად შეუფარდებს პატიმრობას განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიწყო საქმის არსებითი განხილვა 3 ბრალდებულის მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე. შესაბამისად მოსამართლემ გაწერა გრაფიკი, რომლის ეტაპზეც სასამართლოს წარმოუდგენთ იმ უტყუარ მტკიცებულებას, რომელიც გონივრაჯულმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რომ მათ შეესწრენ მომხდარ ფაქტს, მკვლელობის ფაქტს და მათ არ შეატყობინეს დროულად თავდამცავ ორგანოებს. ამ 3 ბრალდებულის თანამშრომლობას, რაც შეეხება მათ გამოძიების ეტაპზე, გამოძიება დაადგა მათ კვალს, მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდენ გამოძიებას აღიარებით ჩვენმა, თუმცა ერთ-ერთმა ბრალდებულმა დღეს უკვე შეცვალა პოზიცია და დუმილის უფლებას იყენებს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ არ თქვა შესავალი სიტყვა და ფაქტობრივად პოზიცია ვერ დააფიქსირა, თუმცა მომდევნო პროცესზე თუ დაიკითხება დაზარალებული, მას ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია, ვინაიდან არის გამწარებული და რა თქმა უნდა ისედაც წარმოადგენს ამ ტიპის დანაშაულის განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საშიშ დანაშაულს, მათ შორის დანაშაულის შეუტყობინების თვალსაზრისით, ვინაიდან ამ ბავშვებს რეალურად შეეძლოთ ამ დანაშაულის თავიდან აცილება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეტყობინება, 112-ისთვის შეტყობინება და რაღაც მომენტში ჯერა და დედა ჯერა, რომ თავის თილიშვილს გადარჩენა შესაძლებელი იყო. როგორც ის 2 გაქცეული პიროვნება არის მკვლელები, ისევე ეს 3-ვე პირიც, ანუ 5-ვე ადამიანი არის მონაწილე. ანუ ყველა ამ 5 ადამიანისგან ყველა არის მკვლელი. უმკაცრესი სასჯელით რომ დაისაჯოს, ანუ სამუდამო პატიმრობა რომ მიესაჯოს ამ 5-ვეს.
მოკლული მთივლიშვილის ოჯახის ოფიციალური პოზიცია არის, რომ სასჯელის მაქსიმალური სასანქციო ზომა შეეფარდოს საქმეში ბრალდებულ 5-ვე პირს. შემდგომ სხდომებზე დაიკითხება სასამართლო პროცესზე დაზარალებულის უფლება მონაცვლე, ანუ მთივლიშვილის დედა, რომელიც სასამართლოს მიაწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და ასევე წარადგენს საკუთარ პოზიციას სასჯელთან დაკავშირებითაც, როგორც მოისმინეთ, ოჯახი საპატიმრო სასჯელს ითხოვს 5-ვე ბრალდებულისათვის. შემდგომ სხდომებზე დაცვის მხარემ საკუთარი შესავალი სიტყვა უნდა წარმოადგინოს, ხოლო ამის შემდგომ დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. მიუხედავად იმისა, გახდის თუ არა დაცვის მხარე უდავოდ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ბრალდების ოფიციალური პოზიცია არის, რომ მტკიცებულებები მაინც უნდა გამოიკვლიონ და თითოეულ ბრალდებულს მოუწევს იმ მტკიცებულებების ნახვა, რომელიც ასახავს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტებს.